თქვენ ოჯახში, თქვენ მეუღლის მამა ეროვნული გმირი მამია ალასანია. არ ვიცი თქვენ იცნობდით თუ არა. კი, შვილი ყავდა ჩვენ უკვე. ნიკო უკვე იყო. მაშინ უნდა მეკითხა ბატონი ირაკლი როგორ იხსენებდა მეთქი მამას და თქვენ რომ მოგვიყვეთ მის შესახებ, აი როგორი მამა იყო? არაჩვეულებრივად სიმპათიური ადამიანი იყო, მაშინ მე დიდი მოკრძალება მქონდა, იმიტომ რომ დიდი მეგონა, იმიტომ ჩვენ ვიყავით თვითონ ძალიან ახალგაზრდები მე და ირაკლი, მაგრამ რეალურად რო დახვრიტეს, მე და ირაკლიმ გაუსწარით ასაკით. აქედან გამო ძალიან ახალგაზრდა კაცი იყო, ძალიან კარგი გარეგნობის და საოცრად რაღაცა 7 და ბრძენი და სულ მახსოვს წიგნით ხელში თუ სახლში იყო, სულ კითხულობდა, ანუ არ იყო, ეხლა მაგალითად ახლა მამა ჩემი უფრო ხმაურიანი კაცი იყო, სტუმრები, ღრიანცელი რაღაცა სახლში რომ შემოვიდო და ყველა რომ მამა რომ გარდაიცვალა სახლი დაყრუდა, იმიტომ რომ აი ყველაფერი ხმაურით იყო გაჯერებული, ისე მამია იყო ძალიან წყნარი, მოწესრიგებული და ესეთი 7 აურა ქონდა, ძალიან სიმპათიური ადამიანი იყო ზოგადად. ძირითადად როცა სახლში იყო მახსოვს წიგნით ხელში, მე სულ თუ სახლში იყო ხელში ეჭირა ნიკუშა, ჩემი შვილი, იმიტომ რომ შეშლილი იყო ამ ბავშვზე და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ერთ შვილიშვილს მაინც მოესწრო და რაღაც გაუხარდა ძალიან ამ ბავშვის დანახვა და იყო გადარეული. აი ეს მახსოვს და ხშირად ისე თავის პროფესიის გამო, რომ სამხედრო იყო და ქვეყანაშიც კიდევ უკვე ომი და ის ფაქტიურად მე უკვე სუგასული იყო და ასეთ სახში ჩამჯდარი კაცი არ იყო ცხადია.